ვიცი არა მიშევ შენ როგორ ხარ ხო კარგად რა არაფერი ისეთი ძველებურად ხო ხო შენს კი რა ხდება არაფერი ცხელა ძალიან ცხელა და აგერ აბაზანაში ვარ და ხო რა ხდება შენს კი მოყევი რა კაი გაჩერდი ნუ მოცინებ კაი გაჩერდი კარგი მიდი კაი წავედი კარგი წავედი ბაბუ ხო დაგჭირს კარგი წავედი კაი აი ბაბუ კარგი პატარა რა რომანტიკული გარემო მოიწყე რა ნიჭიერი ხარ ეგეთი ნიჭიერიც არ შეიძლება რომ იყო იმ შურს შენი პეტო რა მაგარი ხარ პატარა მაგარი ხარ აუ ისინეტა ეხლა ის გოგო რომ ხედავდეს ესეთ რომანტიკულ გარემოში რომ ხევოდ არა ესეც უხერხული ესეც ცოტა უხერხული ვა ეს ნახე ეს პლატინიანი მუხლი რა მაგრად იძირება რა მაგარია ნახე მოდი აბა ჩვენ ჩავიზიროთ ეხლა პლატინიანი მუხლთან ერთად მოდი მე პიტბეგურა ვარ პიტბეგურა ვარ მე პიტბეგურა აბაზანის მეფე მეკო ალო ხო ლაშა ალო ხო გისმენ ლაშა ხო რა ვიცი არაფერი შერაშვები აჰა ხო არა სააბაზანოში ვარ ხო ის ტესტები და რაღაცეები მოდი მე დაგიხმარები რა პრობლემაა ხო კარგი მიდი გელოდები ხო ისა ლაშა რა უნდა გითხრა ისა პისახოჩი დამავიწყრა წავამიღე გაიგე ხო კარგი ლაშა მიდი გელოდები კარგი მაგარი ტიპი ესეც რა რა ჭიქს კაცო ამას ნახე როგორი ჩემნაირი პროფილი აქვს ამასაც კაცო შეხედე რა მაგარია მაგარი რაღაცაა რა პატა შემოვიდე შემოდი ლაშა ხო შემოდი აბა რა უნდა ხო აი ეს ეს რა არის პატა რა რომანტიკული საღამო გიწვია რა ის ხდება ამ ბაღას მოუწყეს რომანტიკული საღამო ხედავ პატა ისე ახლა ისეთი რომანტიკული საღამო მოგიწვია რომ მართლა შეიძლება გადაიქცეს ეგ მზევ თუ ნახავად კარგი ვიხუმრეთ მეყო რა გინდა აბა გისმენ ხო აი მოგართვით თქვენი ის რა ქვია პირსახოთი მოგავ კიდევ რამე კი როგორ არის და რა ხან აქ ხარ მოდი ზურგის გამიხეხე მოდი დადე მარხა ამას უყურე ერთი რა რას თამაშობ აი რას წუწაობ რა არის პატარა ბავშვი ხარ თუ რა ხარ გინდა მოგახვიო ეს პირსახოთი გაგიყვანო იქით ოთახში და გაგამშრალო რა ვიხუმრებ გეყო მეთქი რა გინდა ეხლა რა მინდა და ხო მართლა ის შენ ხო მითხარი ადრე რაღაც ტესტირება გავიარეო უნარჩვევები ჩავაბარეო ხო და ეს რა ქვია რო დამეხმარო რა მე ცხვალ მაგათ რა შვები კაცო რას ხო კარგი ხუმრობ აი ხო და რო დამეხმარო რა შენ რა ტესტირებაში დაგეხმარო რა ვიცი ხა რა ვიცი და მომისმინე თან შენ მარტო დარჩენის ხო გეშინი ღამე სახლში ხო და რამერე და შემოდი და ბარემ ჩვენთან დარჩი ხო კარგი
ხო. კი ბატონო, დაგეხმარებ რა პრობლემა. აბარას, კარგი, შევთავაზდი, დაგეხმარებ. მოიჭადე, ისა იყავი და რო გავალ მერიადექი ბატა, ხო? რა საპარაკო, ლაშა, გაგაცილებ კაცო, სირცხვილია. რა არის სირცხვილი კაცო, წავალ მე თვითონ მივხედავ. მოიჭა კაცო. ბატლო მოიჭა კაცო. კარგი, ხო. ავალ მეთქი და მე რა ის. ხო, მიდი დაგეხმარებ. კიდე. კარგი, აი ხო, ხუმრო ლაშა რა. აიმე. ბატლო აიშე. აბა ბექა, რა საკეთებ ამდენი ხანი მოწყელი როზი ხარ აქ, ჰა? რაო ლაშამ, რა მინდაო, ჰა? ტესტირებაო, არა? მოდი, შენ ცოდო ხარ უწყლოთ ამდენი ხანი კაცო. მოდი, მოგიყვა. მოდი, ბექა. 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 თქვენ რო არ ყოფილიყავით პაატას რა უნდა ეკთა, სად უნდა დაეცინა? რა ვიცი, შევიდოდა რომელიმე მეზობელთან და მოატყუებ და კარები ჩამეკეტა ერთ ღამეს თქვენთან გავათმენებ. კიდე აქ ვერ გავიგე რა, არის თუ ბეარი რა, აღარ შემიძლია რა. აუ, მე კიდე მაგალითს ვერ ხსნი რა. მაგალი. მაჩვენე? 129 არის აქ პასუხი. 129, მშვენიერია. მადლობა. შენ ბეშემოხაზე. მადლობა. ლაშაბიძეა, თუ გინდა ხვალ გამოცდაზე უთხარი რომ სტუმრები ყავდა და ვერ მოასწარი სწავლა. მე ქართულში ეგრე ვაპირებ. ნიკა, იმეცადინე, თორე უსაქმური გამოხვალ. ხო და მე მაინც მოგიწევს მეცადინეობა. რა იყო ეხლა ეგ? არაფერია ისევ. გაგიჟდები რა. მართლა ვერ გავიგე ვერაფერი რა. მე გავაღებ. ესე იგი, ოღონდ არ იმეცადინოს და კარებსაც კი გააღებს. ბავშვი, როგორ ხარ? ლაშა სახში რა? რა არის? ის სახშია, მაგრამ ეზოში ვერ ჩამო, მეცადინებს. ვინ ხარ შენ? მოდი პაატა, მოდი. რა შვები, აბა როგორ ხარ? ლაშა. როგორ მიდის საქმეები? რა ხდება ტესტები რაღაცები, გამოდის რამე? გამოდის რა ვიცი პაატა რა, ვერ გავიგე. ხან არის პასუხი, ხან ბე არის. სად რომელია ვეღარ გავიგე რა და ხო იცი ამ გასაუბრებაზე მივდივარ, სამსახურის თაობაზე მეთქი და დამეხმარე რა. დაგეხმარო რა ლაშა, მე უნდა გიხემძღვანელო. შენ შემოხაზე და მე ჩამაბარებე. აბა როგორ დაგეხმარო? რა ხდება გოგოებო მაქეთ? ფილმს უყურებთ, მოდი. რა ფილმია რა არის? ნოთინქილი. ნოთინქილი რა არის? ქალაჩუნები ხარ თუ რა არის? ვერ გავიგე რა. თუმცა თქვენ ხო. ესე იგი აღწევი მე? კი, აღწევი. ჯერ კი ადრეა, მაგრამ მაინც გაგიშა. რა ვიცი, მაინც თუ აღწევი ისა იქნება ცოტა რო ჩაიწიოთ ეკლა, ცოტა. ხო, ცოტა ჩაიწიე? ცოტა? ხო. ცოტა. მე ამბიციები. ცოტა. ხო, ბევრია, მაგრამ კარგია, ხო. კარგი. შეხედე. ცეკლა იქ მან ხალაც დავდებ, ხო, შენ სადაც იხარ, ხო? ხო, კი. შენ სადაც იხარ, მან? ხო, ცოტა, ეგ კარგია. კარგი. ელენე შეხედე რა. მართლა არ გაწუხებთ, ხო? არა, პაატა, ერთი წუთით მე. ძალიან კარგი. ისე თეკლე ეწუთ გავასწრო. კარგი. იცი რა არის, მოდი ძილი მინდა მე და ტელევიზორს გამოვთავ ხო და აი პულტი და გამოვთეთ. ხო, შუქიც ხوار ჩავაგროთ პაატა, შუქიც, რა? კი, ლაშა მიჭყიტინებს, მაგრად მიჭყიტინებს, კი. მოკლედ რა, აღალ მე რამეს დავლეწავ და ჩამოვიდე. ვერ გავიგე კიდე აქ რა ხანბი არის ხანა არის ხანბი არის ხან ძე არის ხან დე არის აღარ შემიძლია რა ელენე გეხვეწები რა იმით ხარი რა როდემდე უნდა კარგი ლაშა დაანებე თავისი აქვს სამეცადინო მიდი ნიკა იმეცადინე ვაუ ცოტა ჩუმად რა რა ძალიან ისე ნუ გაჩუმდებით რომ შემეშინდეს და მარტო ვიზო თავისი
შენ ცოტა ჩუმადლაშა. შენ ვერ ხვდებ შენ ვერ ცოტა ხვალტესტირება მაქვს. ბევრია, მაგრამ კარგია. ნიკა აიღე ქართულის წიგნი ადი ოთახში და იმეცადინე. ბავშვი. ოდი აქ. რა უნდა იმეცადინო, რას კითხულობ? რას და მთის წყარს და იას. რა კარგია. მომისმინე იცი რა ქენი ხა შენ აქიდექი. და ეგ წაიკითხე, ხო? მე წამიკითხე. ოღონდ რა ქენი იცი ხმადაბლა და მონოტორულად. და დაიწყე. ია. უღრან ტყეში მოსული ვარ მინამ ცოტა. ნიკა, ადი ოთახში. ბავშვს დავაძინებ და ნიკა, ადი ოთახში. ხო, კარგი ბავშვი, არა, უშავს კარგია. ამიცი რა ვერ გავიგე მეთქი ელენე გეუბნები აღარ პატა შენ ისთვის მოხვედი აქ ერთი გამაგებინე რა მე რო გითხარი შენ აი აქ მომხედე ახლა აი აქ მე დაგიდა მოდი დაგიხმარები მე-19-ში რომელი ეს იცი მაჩვენი აბა რომელი მე-19 რა არის ეს არ ვიცი მაგრამ რა ხან აქ ხარ მოდი ის რა ქენი საბანი ჩამიკეცე რაღაც მიბერავს ცოტა და მიდი ჩამიკეცე შენ მართლა გიბერავს და მიდი ცოტა ხო ბევრია მაგრამ კარგია კარგი უღია ელენე მომისმინე პატრული რომოვა უთხარო თვითონ გადახდა აიმიდან კარგი ვაშა და დაწყნარ ვაშა მოვიფიქრე ყავა დავალებინოთ რომ გამოფხიზლდეს და დაიძი ძალიან კარგი მიდი მოიტანე მოიტანე 1 2 კიდე ცოტა ო ბევრია მაგრამ კარგია რა ხდება? არაფერი, ლაშა, დაიძინე, არაფერი. დაიძინე. ლაშა. ლაშა, ერთი გეხვეწები და შემომხედე, ზურგზე რამე მაქვს, ჰა? არაფერი არა გაქვს, არაფერი არა. არა. წადი დაიძინე პატა, ხო? კარგი? ხო, კარგი, დავიძინე, კარგი. ლაშა. ხო, მართლა სასაცილო პიჟამო მომაცვია, ჰა? არა, რას ლაპარაკობ, პატა, არ გაცვია სასაცილო პიჟაკი, მაგაზე არ იფიქრო შენ. წადი დაიძინე. ხო, კარგია, მოგწონს, ხო? კი, მომწონს კი არა, გადავირია ისეთი კარგია, ისეთი კარგია, ხო? მე არ გინდა გათხოვო. არა, არ მინდა. არა. კარგი ხო, წავალ დავიძინე. წადი აბა, კარგად, ძილინებისა პატა. ძილინებისა. მე ძახტილაშა, ჰა? არა, პატა. ხო, ეთქობა მომესმა და კარგი. ხო, რა ვიცი, თუ რამე გინდა დამიძახე, ხო, ის არ დამიზარდა, ხო. კარგი, პატა, კარგი. ეხლა წადი დაიძინე, ხო? კარგი. ლაშა. გვიზავს ლაშა შენს. ხო, აი რატომღაც მღვიძავს პატა. ხო, არც შენ არ გეძინება, ხო, არც მე. რა დამთხევა? ხო. კარგი, წავალ დავიძინებ, ლაშა, რანაირად მიყურებ, რა იყო? აბა წადი მე და დაიძინე, რა პრობლემა? რა პატა? აი, შენ რო დღეს ტესტის პასუხი გაინტერესებდა, ეგ არის მაგის პასუხი ან რა ვიცი მე. ხო. კარგი, პატა, კარგი, ხო, დიდი მადლობა. ხვალ გავაგრძელოთ ეგ, ხო? ხვალ რა გავაგრძელოთ, მაგრამ ხვალაც და იქნება და რა ვიცი. ხო, კარგი, პატა. არა, უბრალოდ რატო გეუბნები იცი რომ დავაზუსტოთ. ეს გამახსენე ეგ ტესტი როგორ არის ერთი. აი, მე ხვალ გავაგრძელოთ, გეხვეწები, ახლა უნდა დავიძინო, ხვალ ხო იცი რომ სამსახურში მივდივარ და უნდა ასე ვთქვათ, სამსახურის თაობაზე. წადი რა გეხვეწები. გასაგებია, ლაშა, მომისმინე რა უნდა ვთქვა. აი, ვერ ვიძინებ, ლაშა იმ დივანზე, ახლა რა მომისმინე ერთი ვერ ვიძინებ. რაღაცა ჭრაჭნობს, იქ რაღაცა ჭრიალებს, იქიდან რაღაცა ხმები ისმის, იქ რაღაცა ზევი წუის თუ ბზუის, არ ვერ მოვისვენე და ამ ხელა ადგილზე დავწები აქ რა მოხდა რამე არაფერი, ხო?
დააწექი პატა, რაც გინდა ისქენი ოღონდ ჩუმად იყავი და დაიძინე. ჩუმად ვიქნები, აბა რა ვის გავუგებ მძინარე ადამიანი ხმაურობდეს კაცო, არას ვერ უნდა. ჩუმად იქნება, აბა რა. აკი. ძილინებისა პატა. ძილინებისა ლაშა. 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 ლაშა, რა უნდა გითხო იცი? აი, თქვენ რო ის გაქვთ სავარძელი, ხო იცი ესე რო ქანაობს. ხო ხტები რომელზე გეუბნები? კი, ვიცი. ხო, ანუ აი რომელზე გეუბნები, რო არ შეგეშალოს, რო დავაზუსტო, რა იმიტომ გიხსნი, აი ვანთა რო სავარძელი დგას, ხო ხტები ვიცი, ეგ სავარძელი, ხო. ხო და მაგის წინ რო ის არის დივანი, ხო იცი ნარინჯისფერი, ხო ხტები რომელიც სავარძელის წინ გეუბნები, იცი რომ იმას ეს განა მაგიდასთან დგას, შენ წარმოიდგინე რომ ამ სახლში რაც არის ყველაფერი ვიცი. ხო და ხო მეუბნები ვიციო, რასაც კითხე ხო ვიციო, იცი და თუ იცი ძალიან კარგი, ეხლა რა უნდა კითხო. აი ეგ ნარინჯისფერი დივანი რო გაქვთ იქ თქვენ, რა ქვია იმ სკამის წინ, ხო ხტები ხო ვიცი, რომელზეც მეუბნები გააგრძელეთ რომ ამის მაგიდა კაცო. ლაშა რაღაცა გეკითხები. მერე ვიცი, ისიც ვიცი და ის ნარინჯისფერიც ვიცი. ხო იცი რომ მეუბნები ვიციო და აი მაინტერესებდა უბრალოდ ის ნარინჯისფერი დივანი ძვირი ღირს ნეტა? არ ვიცი. კარგი რა იყო, რატომ მეჩხუბები? ძილინებისა. ათასი? პატა. ხვალ მაქვს მეთქი სამსახურის თაობაზე უმნიშვნელოვანეს შეხვედრა. გეხვეწები დამანებეთავი, გაჩუმდი, გადატრიალდი და დაიძინე. კარგი ლაშა, ხო ვიძინებ რა იყო, გადაბრუნდი და დავიძინე. ხო, გადაუბრუნდი მეც და დავიძინე და გადაბრუნდი შენს და დაიძინე. კარგი, ხო, მიდი. ლაშა. ლაშა, რა მხელა ზურგი გაქვს ლაშა რა. ამაიეთი, ხელებს როგორ აწვენ ამ ხელა ზურგი როგორ არა. შენ პრინციპში ხელების გრძელი გექნება, ხო? აბა გაშალეთ, ხელები გაშალე, გეხოცები ერთი. ლაშა. ლაშა, ნახე, მარცხენა პლატინელი მუხლი როგორ ჭრიალებს, ნახე გესმის? ჰა? კარგი რა პატა რა. ხო შეიძლება კაცო, ერთხელ ადგე და გაჩუმდე რა. ხო შეიძლება რომ გაჩუმდია რა. დააწექი და დაიძინე ადამიანი არა ხარ კაცო რა. ესეთი რაღაც არ ვინახავს რა. ხმა აღარ გავიგო შენ თუ რა ვიცი რა ვიზავ. კარგი ლაშა რა, აი. გაჩუმდი ხო? ლაშა. მილიონი ლარი რომ მოგცა, რო კონდეს რას იზავდი? რას ვიზავდე? დავიქირავებდი ბანდიტებს და შენ თავს მოვატაცებინებდი აქედან საერთოდ. არა, მაშინ შენ არ კონდეს, მე მქონდეს. აუ მილიონი ლარი რომ კონდეს, ისი რას ვიზავდი? ძალიან დიდ სახს ავაშენებდი. ცოტა კიდე უფრო დიდს. ცოტა კიდე დიდს. ცოტა. ცოტა კიდე? ცოტა? ცოტა? ცოტა. ცოტა. ცოტა კიდე დიდი, ცოტა. კარგი. ბევრია, მაგრამ კარგია, არა უშავს. პატა. ბატონო. გეხვეწები რა. მოდი გაჩუმდი რა, ხო შეიძლება რომ ახლა ნამდვილად გულით და სულით გეხვეწები, გაჩუმდი. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღე მაქვს, როგორც გითხარი, უკვე მე-10 გეუბნები მე მგონი. კარგი? კარგი, რა ხდება რა მნიშვნელოვანი დღე არის. სამსახურში მივდივარ, სამსახურის თაობაზე მივდივარ მეთქი გეუბნები და ახლა რო არ წავიდე, ისე არ არსებობს კლინიკაში გასაუბრებაზე მივდივარ. რა სამსახურია რა არის? კლინიკაა ერთი რაღაც. რა კაი კლინიკაა, ნეტა ღირს რამე, ჰა?
როგორ რაღაცა იცი ეხლა ბატა გეტყვი რა ვიყავი ეხლა მე ხო რა მანამდე ვნახე დავათვალიერე შემიყვანეს ეხლა შევედი არაჩვეულებრივი კაბინეტები ასე ვთქვათ სისუფთავე ისეთი სისუფთავე რა ვიცი მიდიხარ ჩემი კაბინეტი მექნება თუ ამიყვანეს ხო ხელფასით მშვენიერი თან ახლოს არის რა ვიცი ეხლა წეგან დამაძინეო რამდენს ლაპარაკობ რა არის აღარ გეძინება ჰა ვიძინეთ მე და ხმა აღარ ამოიდგა. კი ბატონო, მეც ვიზინებ. გამემშვიდობის. ძილინების. ველი ძილი? კარგად იყავი. ნახვამდის მადლობა. სულ კარგად ბრძანდება. ხო. ხო და ხო. კარგი. ოხ ეხლა ლაშა ის ფილმი ნანახი გაქ შენ რა ქვია კაცო სახელს ვერ იხსენებ ის ფილმი რო არის რა ქვია ის რო ეუბნება მეორეს ის რა ქვია სახელი კაცო როგორ არის იცი რაღაცა მომენტი მახსოვს მოიცადე როგორ ეუბნება იცი მარინდანა ბოსლიდანა გახსოვს ხო რა მაგარია რა ხო არა უბრალოდ რა ვიცი სახელის ვერ გავიხსენ რაღაცა ღვინოს იპარავენ ეგენი გაიგე და მე რაღაცა ღვინოს ვიხშევდნენ მეზობელთან ეგ მეზობელთან რო შევდნენ ძლივს რა ხო რა იყო შენ იცის ფილოსოფს რო სპლიყვი ქვია თეკლა რა კარგი ამინდია რა კარგი ამინდია კარგი მაგრამ ის ყველაზე და ყველაფერზე კარგია თეკლა სეანათებს როგორც ისანათებს ყვავილები იფურჩქნება. როგორც ისი ფურჩქნება ხოლმე. ციტაკა? ციტაკა. რა ციტაკა ელენე რეკლა რა ციტაკა? პატა რა გჭირს? უისა შევკვეთავთ რამეს? მოდი შევკვეთავთ კიდე დაჯექეთ შენ. ჩამოჯექი შენ სალაპარაკო მოთქვენ. ეხლა რა ხდება? სამივე აქ ხართ უცხოები არავინ არ ვართ. რაღაცა უნდა გითხოთ. არ მინდა ეხლა ის რაღაც მოუიდება და რაღაცა რასაც შეგიკითხებით გულახდილად გამეცახოთ ხო? ანუ რაღაცას ხო შეგიკითხებით მე? არ მინდა აი ძალიან ხოთ იმიტომ რომ ხო ვარ. კარგი ხო გეკითხებით, კარგი ხო. აი გეკითხებით ეხლა მე. მე სიმპათიური ვარ თუ ძალიან სიმპათიური? მე ვერაფერი ვერ გავიგე რა ხდება ეხლა მოვედი ჩვენ დიდი ხანია აქ ვართ მაგრამ ჩვენც ვერაფერი ვერ გავიგეთ პატა რა ხდება გამაგებინე ვინ არის ის რომელიც იფურჩქნება ის რომელიც ანათებს ხო გასაგებია გეტყვით ეხლა აი სწორად მიმივხვდით და მაგაზე გეუბნებით სწორად მიმივხვდით მაგას გეუბნებით მოკლედ რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ გოგონას მოვეწონა რა უნდა გავაკეთო? იმისთვის რომ იფურჩქნება. ხო, ანათებს. ხო, გასაგებ ხო თქვით ახლა ერთხელ რომ იფურჩქნება ანათებს და რაღაც აღარ გვინდა მეორედ. აი რა უნდა გავაკეთო იმისათვის რომ გოგონას მოვეწონო. არა მარტო მოვეწონო, გადაირიოს, გაგიჟდეს, თავდავიწყებით შეუყვარდე, ჩემი გულისთვის ყველაფერი გააკეთოს. აი არ ვიცი წყუაზე რომ შეიშალოს ისე შეუყვარდე, ნუ ეხლა თეკლა შეუძლია ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვს. ერთხელ ჩემმა იაგო მიცი რა ხნა? ქობულეთში მიდიოდა თავის მანქანით და გურიაში გადაურბინეს ბატებმა და იაგომ ისე მოხერხებულად აუარა ამ ბატებს გვერდი რომ უკან რომ მოიხედა ყნელობატი ცოცხალი იყო და სიხარულისაგან ფრთებს აკლებდნენ
მაგარია. ხათიო, გასაგებია გავხი მე რა უნდა გავაკეთო მე? შენ არ ვიცი რა, მე ისე მოვყევი რომ იცოდეთ მაინც. ხათია, ვაშლის წვენი მომიტანე. მოგიტან ვაშლის წვენი. აი რაღაცა გამეხმარეთ ხალხო, აი მითხართ, აი ელენე მაგალითად შენ. აი შენი მაგალითი ავიღოთ, ხო? ხო, აი როცა რო შეგიყვარდა, ხო, და ნუ რო გათხოვდი, ხო, აი რა გააკეთა იმ ადამიანმა იმის გულისთვის, რომ აი მოწონებოდი. აი რა გააკეთა მაგალითად, რა ქვია, ზურა თუ ზურიკო, რა ვიცი, ხო, რაც ქვია. რა გააკეთა? რა გააკეთა იმისთვის, რომ კარგი შეკითხვა, პატა. რა გააკეთა? კარგი, მე მგონი ჯობია ისე შენ მიპასუხო თეკლა, კარგი ელენე გააგრძელე ფიქრი ხო. თეკლა, მოკლედ მითხარი, როგორი ბიჭები მოწონთ გოგოებს? გოგოებს? თითქმის ყველა გოგოს მოწონს ათლეტური აღნაგობის ბიჭები. ხო, ნუ ეხლა აღნაგობას რაც შეეხება, მე პრობლემა არ მაქვს, იმიტომ რომ აღნაგობა მაქვს. ფაქტია რომ აღნაგობა მაქვს, ხო. მაგასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს, ელენე შენ? ხო, რა ვიცი, მე ვთვლი რომ გოგოებს მოწონთ განათლებული ბიჭები. განათლებული ბიჭები. რა თქმა უნდა. ნაკითხით. ცხადია. თავისთავად. ნუ უფრო კრეატიული, ბოჭკო, პარალელეპიპედი, მოდული. იცი რა, მე მახსოვს ზიგმუნდ ფროიდი, რომელმაც თავის ნაშრომში გამოთქვა ესეთი აზრი, რომ ადამიანის ესეთი დამოკიდებულება რაღაც, აი ვან გოგს, აი თქვენ ვან გოგი წერდა თავის წერილებში, რომ მას რომ აიმუშავა მაგაროში, ასე არის შემდგომი. ულამაზეს სოფელ არლისში, სადაც ზესმერო, აი ორანჟი, რა მოგილი. რაში? სახელი უნდა შეიცვალოს. სახელი რატომ შეიცვალოს? აბა გეძახით პაატა და არის ხედები. ხო, ნუ გასაგებია, ხო, აი შევიცვლი, კარგი, რა უშეთ იყოს ეგეთი ვარიანტი, შევიცვლი სახეს, რა დავიწყო? გოჩა? ხო, აი გოჩა. აი წარმოიდგინე, აი გოჩა. ჰა, როგორია? გოჩა. აი გარავარგა, იცი რატომ რას გავს იცი, აი მას უკიდა რომ ჩადია ხოლმე, ხო და გაჩ. მაგას გავს არ მინდა, ეგ არ მინდა. ბატონო ლაშა ლაშა ტორონჯაძე მე ეს ვიცი იცი საიდან სივიში წაიკითხეთ უკვე მითხარით მე გითხარით როცა შემოხვედით შემოვედოდი ხო შემოვედი 40 წუთის წინ 40 დამითხარით თქვენ დამკითხეთ დიახ მე გკითხეთ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სამსახურის დაწყება ჩემთვის სამსახურის დაწყება არის ძალიან მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ თუ მე ამიყვანთ სამსახურში თქვენ ამით რა თქმა უნდა არ წააგებთ იმიტომ რომ მე ვარ ძალიან ენერგიული ახალგაზრდა და ხშირად ასე ვთქვათ მუშაობ ხო ხშირად მუშაობ ცოტა ისე იყო მაგრამ მუშაობ ძალიან ესეთი შრომის მოყვარე ადამიანი ვარ როცა საქმე არ მაქვს ეხმარები ხოლმე ასე ვთქვათ ჩემს კოლეგები იქით იყოს და დაწყებული ასე ვთქვათ ექცნები დამთავრებული სანიტრებითაც კი აი მათ ეხმარებ მოკლედ აი ამის თქვა მინდოდა ოღონდ წარმოიდგინეთ რომ ეს ყველაფერი თქვი მე ძალიან ენერგიულად ომახიანად და დაჯერებული ხმით კარგით აქ გიწერიათ რომ ბევრ კლინიკაში გიმუშავიათ რომელ კლინიკას გამოყოფდით რომელი კლინიკის იყავით კმაყოფილი და რატომ უკაცრავად დიახ მე გკითხეთ მეც ვფიქრობდი დიახ
ფიქრობდი რომ მკითხეთ აი ესე ფიქრობ ხოლმე საერთოდ კი აი ესე ბავშვებიდან ესე რომ ფიქრობდი ხოლმე აი აგარად ტაბულას როცა სწავლობდი ხო რა მკითხეთ რომელ კლინიკას გამოყოფდით და რატომ? რომელ კლინიკას გამოყოფდით და რატომ? აი მან წერია რომელსაც გამოყოფდი გამოყოფილად მიწერია მან. მე მგონი შენ გაქვს ახლა სამი ვარიანტი. აბა, რა სამი ვარიანტი მაქვს? ის დაიწყება. პირველი, პირდაპირ მიდიხარ იმ გოგოსთან და ეუბნები რას გრძნობ. მეორე, რამე სიურპრიზი უნდა გაუკეთო ამ გოგოს და მესამე, რამე გმირობა უნდა ჩაიდინო. ესე იგი. მეოთხე? მეოთხე აღარ არის. 0? არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ვერ ხვდები არ ვიცი მოიც ესე იგი რაზე მწყდება ისი გული რო აი გული რაზე მწყდება იცი ამხელა პლატინა მაქვს მუხლში ესე იგი გოგოებისთვის არაფერს არ ნიშნავს დავიჯერო ეგ რომ მე ამხელა პლატინა რო მაქვს მუხლში გოგოსთვის პლატინა მუხლში აი რა ეხა თქვენთვის არაფერს არ ნიშნავს რომ მე პლატინა რო მაქვს მუხლში არა უყურე ვარა კარაფსუტები ხარ ხო რა კარაფსუტები ხარ ეკა, შენ ვისი წვენი შემიკვეთე? ვაშლის. რომელია ვაშლის? ეს, არა, რა ვიცი, მე თათია, არ ვიცი. იცი რას ვიზავ? ეხლა სხვებს მიუტან. ისინი თავის წვენებს ხო ერჩევენ და რომელიც დარჩება, ის იქნება შენი ვაშლის წვენი. კარგი თათია. კარგი. გამახსენდა რით მომაწოდა თავის აბა თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი ხო მოკლედ ერთხელ იჩხუბა სამნიშნულობა აქრის გამო იჩხუბა ჩემი გულისთვის იჩხუბა ხო და მე თვალი ქონდა ჩალურჯებული ისეთი საყვარელი იყო ჩალურჯებული თვალით რომ აი მე მგონი მაგ დროს გამიჩნდა რაღაც გრძნობა ახლა ვა არ არის ცუდი ვარიანტი ხო შეიძლება თვალი რომ კონდეს მისი გულს რომ იჩხუბო რაღაც შეიძლება გრძნობა გაჩნდეს შეიძლება მაგაზე დაფიქრე. შეიძლება. მომისმე რა უნდა გითხრათ? ეხლა რომ მივიდე და იმას რა ვარტყა, აი მას აი. აკი ბადა. აიყო ხო კარგი რა არა ვარტყავ დაუცებ. მივოტო უბრალოდ ყურსა უწევ რა მოდი. ეჩიტუსი გამატარე კაცო რა. კარგი სკიპურს მაინც დავარტყა რა მოდი. ეხლა პატარა სკიპურს რომ მივყო რა მოდი. მოდი არ დაჯექი რომ მოეწონო საჭიროა პატარა ჩალურჯება და ეხლა ისეც ნუიზავრო პირდაპირ ცოლად გამოყვეს. ეხლა თურმე ალუბლის წვენი ყოფილა შენი ხო ალუბლის წვენი შევიდა კარგი მომეც თაც აბა რაცებით როგორ ახართ აი ეს ბიჭია მიწეთ გელაპარაკება ხო აი კითხეთ ხო რა წერია აბა უნდა ორჯერ სამჯერ ოთხჯერ წაკითხა იმიტომ რომ რამდენჯერაც თავიდან წაიკითხათ იმდენ სიბრძნესა და მარგალიტს აღმოაჩენ თავიდან დაიწყე შეგენაცა მოგეშინიალაშა ჩემიანია დალაპარაკებული არ სულ ყველაფერი ხუთია მართლა საქმე როგორც მე და შენ გვაწყობს ყველაფერი უთხარი რა უთხარი და გაჭირებული რო ხარ აქცეული რო ხარ უპატრონო რო ხარ მიტოვებული რო ხარ ცოლი რო გაგექცა ლოთი რო ხარ და სულ ყველაფერი უთხარი ეს ლაპარაკობ რასია სკოლი გამეცელა უპატრონო და ლოთი რას ნიშნავს ამ ეტაპზე ეს იყო საჭირო და მე იმას რა საჭიროა შენის მითხარი ტესტები როგორ დაწერე ტესტები ჩავწერე დავწერე კარგად დავწერე ოღონდ ცოტა შემეშალა ნუ ცოტას არ აუშავს ცოტას კიდე ცოტასაც არ აუშავს კიდე ცოტასაც არ აუშავს ხო ალბათ ნახა ნამდვილ ცოტას არ აუშავს იქვე იმ ცოტასაც ბარემ არა ისეთი ზარი არ უყარს უყარ ახლა შეიძლება იქიდან მირეკავდა და თქვენ არ მოიწყინოთ ეხლა მე მოგავ ყველაფერი ისე როგორც საჭიროა აბო ბატონო ლაშა მე გეკითხებოდით რომელ კლინიკაში მოგწონდათ მუშაობა ბატონო ლაშა აბა რასება ხო არ მარცხეს არა რას ამბობთ ვახტაკივით ძინა ლაშა ლაშა ხა დია ხა ხავარ მე ახავარ კაცო რას არა დია
ცოტას არა უშავს ცოტას კიდე ცოტა ისე მაინც ლუგეშინია ყველაფერი რიგზია და ისეა როგორც ჩვენ გვაწყობს მაგრამ მე რო არ გავდე რა გეშველებინა მაგრამ ყველაფერი მოგიგვანე ადამიანები ერთი წუთი ფაქტობრივად ამიყვანეს ხო სამსახო რა მაგალითად ნუ და შენ კინაცვალე შენ გაიხარ და ფაქტობრივად მუშაობ უკვე იგი თქვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად უარს ვამბობ სამსახურში აყვანათ ისეუბნებით უარს მე ნოდარ მგელაძე თქვენ მეუბნებით უარს კარგი გასაგებია წამოდი ადექი წამოდი მოდივარ მიდივართ ჰაიმე ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა რამხელა რაღაც გააკეთეთ მე ამ სიკეთეს არასოდეს არ დაგივიწყებ აი უღრმესი მადლობა რომ ასე რო ამიყვანეთ სამსახურში ეს არის რაღაც საოცრება ჩემთვის თქვენ ძალიან დიდი აი ესე ვარ თითქოს მძინავს აი სიზმარში ნამდვილად გძინა ძალიან დიდი მადლობა რა მადლობა ბიჭო წამოდი არა გიყვანეს არა წამოდი არა რა მადლობას ვუხდით რა ვიცი მე რას ვუხდი მაგრამ წამოდი ჩვენ შეიძლება მოგა ჩვენი მცოდნას არა უშავს მაგრამ თურმე უშავს მე ისევ გაგაკეთებინებ შენ საქმეს და ქვეყნის საქმეს ნიკა ხო გემრიელი ომლეტია იდა აბა თუ მიხვდები რა დაუმატე ფიცარი თუ დაამთავრე ადიმიდი ოთახში. ო, ამის ჭამას მირჩევნე ესე ბუნება ვისწავლე. ელენე, აქ ხარ, კარგია. ელენე მოვიფიქრე. რა? რატო როგორ უნდა მოვეწონო იმ გოგოს? შენ ხომ მითხარ, მომისმინე, შენ ხომ მითხარი რომ იმ გოგოს თუ გნახა თქვა ჩარუჯებულიო და თუ გაიგო რომ მისი გულისთვის იჭრე მოეწონებიო, ხომ მითხარ? ხო და მოვიფიქრე, გეგმამაკ მაგარი მისმინე ახლა. მოკლედ, ნუ უნდა ნახოს მე, უნდა ნახოს თქვა ჩარუჯებული. მე ხო შემეკითხება რა მოხდა? რა მოხდა და მე ვეკითხები რომ ვიჩხუბე, ვეუბნები უბრალოდ ვიჩხუბე იმ გოგოს გულისთვის. ხო და მე თელი იმას რა ქვია, უბას მოსდევს ამ ამბავს, რომ იმის გულისთვის ვიჩხუბე ის გოგოს გაიგებს და შეუყვარდები. ჰა? რა სიტყვა? მაგარია. ხო მაგარია ძვირ. ჰა? მაგარია. ხო და თუ მაგარია მოდი შემოვსხე. ო ელენე რა სოღო მარცხენა თვალში შემოვსხე მარჯვენა დაწოვე როგორც არის იყოს ისე. არა პატა არ შემიძლია. კარგი ელენე რა შეგიძლია ხა მეგობარი რო გთხოვს არ უნდა უთავაზო ერთი რაც ისე. მოდიში პატა მაგრამ არ შემიძლია. ერთი წუთი მოდი ელენე მოდი. ატი ეხელი გამაგრე ნუ უგარ ხოდუნე მუშტი შეკარი გამაგრე მომისმინე ახლა ეხლა მე აქედან გამოვექანები რა ძალი და ღონე მაქვს და დავეტაკები მეგრევე თვალით მაგმოს რა არა პატა არ შემიძლია რატო დამიშალე რა საკეთებ კაცო გამაგრე მუშტი გამაგრე ძალიან თხოვ ელენე ძალიან თხოვ არაფერი უბრალოდ ზათხარ მოდი ვარ მე არა პატა შემიძლია რა გეტყიდო კარგი რა უნდა მეკინო დავიტან მოდი რა ელენე ერთხე რა მოხდება მოდიში პატა მაგრამ არ შემიძლია არა და რა მაგარი გეგმა რა ვქნა რა გავაკეთე რა ელი ბავშვი შენ კრიზე ხო დადიხარ დავდივარ რა მატარები აი ეგნი და მე ზუსტად ადექი ბავშვი ეხლა მე და შენ უნდა ვიწყობოთ ჰა მე და შენ არა შენ დიდი ხარ მომერე არა ბავშვი მომისმინე რა ხდება ეხლა მოკლედ შენ იქნები მუშტებით მე კიდე თვალით ჰა როგორ ჰა ანუ დაგაჭყა ხო ნუ დამატყი რა ძალი და მონეგო წელი დამატყი აწი ეხელი კლავი მუშტი შეკარი ცოტა უკან ცოტა ხო ბევრია მაგრამ კარგი ხო აი ხა ბავშვი რა ძალი და მონეგო დამატყი მიდი ბავშვი მზადვარ აუ პეტო თითი კიდე მткиვა ცოტა და თუ გინდა პანჩურს ამოგაწყა ბავშვი არ მინდა ხა პანჩური მაწყვა რაში მაწყობს აბა პანჩური მე დამტკიცებაზე რომ მივიდე საქმე რა ვაჩვენო იმას ჰა ზოგიერთ ფაქტი დამატყ მიდი რა ძალი და მონეგო ბავშვი ნიკა არა მომაცემებია ხო ეს კიდე დაგაჭყა რა უნდა დამატყა დადი იმეცადინე თავი დამანებე ბავშვი რა უნდა დამატყა დადი გეხოცები ამას ნიკა ადი ოთახში იმეცადინე მოდი პატა გეტკინა კინა აბა რა სუფრებით კაცო ამბობს რა არის თავი და
კი, წავიდა. შეიძლება ელენე ის იყოს. პატა. ბატონო. ფრიდანთან რო გახვიდი არ დაგარტყავს? არა ელენე ხა ესე ყურბროლს არ ამგონი არ დამარტყავს. რო უთხრა სულელური როლები გაქვსო? ელენე რო უთხრა ხა სულელური როლები გაქვს ხო მე უნდა დამიწყოს ახსნა მე ამასნად ლექსი უნდა მოვაყოლოს მე კიდე რაღაცა და მე უნდა მომიშალოს ნერვები და მე უნდა დავარტყა აქ. არ მინდა. არ მინდა. დავახებ მე. მოიცადე ელენე. მოიცადე რაღაცა ადრე მაქვს მე გავახებ. მოიცადე. დაჯექი შენ. ღია შემოდი. ლაშა, რა დაგემართ? ლაშა. რა დაგემართ შემოდი. იდე ჩამეძინა ხო? აი მე აიგრებათ ერთერე გავგიზდი აღარ შემიძლია ელენე რა შემე აი აღარ შემიძლია. აი ეს არის ნახევარ საათში მოვალ სათხარ აქ. მეც ეგრე მეგონა ელენე, მეც ეგრე მეგონა, მაგრამ ჩავჭექი იმ ავტობუსში. ხო და ავდექი მე და რა ქვია ჩამძინებია იქ ავტობუსში. ჩამოვედი ბოლო გაჩერებაზე. ამ ბოლო გაჩერებაზე რომ ჩამოვედი, ეხლა გავაჩერე ტაქსი. ხო და ამ ტაქსმა კიდე ადგა და წამიყვანა, რომ მოვყავდი აქ სახში და მოვიწლა თქვა იქაც ჩამეძინა. იქაც ჩამეძინა და 50 ლარი დამიჯდა აქ მოსვლა. ეს ყველაფერი არის შენი ბრალი, შენი. აი, გასაკეთე. არაფერი, ლაშა, ხო და თუ ჩემი ბრალია, მოდი რა გეხოწები, შემომცხე რა მოგივიდეს. მოდი დამარცხი ლაშა. გამარცხი რა. ლაშა. აი, თქვი, რამდენი ხანი არ გიცემი ვარ. რამდენი ხანი არ გიცემი ვარ. ეს ვერა, ხო, რიგზე. რა მიცემი ხარ, პატა, გაჩერდი ხარ ნევრები მაქვს მოშლილი და ისედაც თვითონ დამანებე თავი. ხო და დაჯექი ლაშა, მოიკრებე ზაღონე, ადექი მე და გამარცხი რა მოგივიდა, რაც ის ვერ გავიგე. პატა, მომისმინე, შენს გამო ძალიან რეალური შანსი დავკარგე რომ მე მუშავა. ხო და ძალიან რეალური ვარიანტი იყო, რომ მე მუშავა და დავჩივი და უმუშავე და შენს გამო და რა სისულელეებს მელაპარაკე. სისულელეებს კი რა გელაპარაკები, ლაშა, ვერ ხვდები ეხლა მე შენ რას ვაკეთებ? მარილზე ჭრილობაზე გაყრილ მარილს ლაშა. ცეცხლზე გიცხავ, ნააც ლაშა, მეტი რა გავაკეთო, ათექი გამარცხი რა ადამიანი ახლა ლაშა. ვერ არის ეს, ხო გაგიჟდა, ხო? ვაი ლაშა. მომისმინე ლაშა. ეხლა ვერ ხვდები რომ ნერო არა შენი სამსახური გექნებოდა დღეს ლაშა რა წილ გეხოწები ლაშა ერთი გამარცხი რა მოგივიდა ლაშა მარცხენა თვალში ჰა ლაშა აიმე ლაშა ბოთე ხარ ლაშა ბოთე ხარ ლაშა სუხარი ხარ ლაშა ტანკი ხარ ბეყე ხარ ლაშა ბოთე ხარ სუხარი ხარ ბოთი ხარ ლაშა 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 გამარცხი გეხოწები ერთი გამარცხი რა მოგივიდა ლაშა 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 რა იყო რა მე მითხარი თუ რა ლაშა რა აღარ გითხარი და გამარცხი ერთი რა მოგივიდა რა აღარ გითხარი ვერ არის ესა წავალ მე დავიძინე და იქ არ დაგინახო შემოსული თორი არ ვიცი დაგის წავედი მე დავწერილი და არავინ არ შემახა არ ვიცი აი ვერ გავიგე ღმერთო რა დავაშავე ესეთი რა დავაშავე რომ არავინ არ მცემს რა დავაშავე ესეთი რა არის არავინ არ მიტყავს რა ხდება ვერ გავიგე გამოჩდება ვინმე ვის დაგარტყავს კარგი რა ვიღა გამოჩდება ელენე რა არა და რა მაგარი გეგმაა რა რა ვქნა ეხლა ელენე მოიფიქრე რაც უნდა ვქნა რა ხო მიყურე ელენე მოიფიქრე რაც უნდა ვქნა Oe! Gatebo! Yo que sama, yo stratego! ასე გიხალა, დაკეთ, მე ვიყავი, მე. და მოხვალ ვიყავის მე თვითონ ჩამოვაკეთო მე თვითონ. ეგ არის მეგობრობა ელენე ნამდვილი ხარ ეს ხო გამარწი აგერ ისე ნამდვილი ხალხი მეგობრობა ეხლა შევიდე თქვენ ვაიმე პატა რა დაგება ელენე ვიდა ასკალია გრარი ვერ გავიგე აუ მეგობრი თავი მტკივა თავი ყველაფერი
სად არის ჩემი პიცა? პიცა? გეტყვი. კი, დიდი პიცა სალამით. არა, სოკოთი. ვიცი, მე სალამით ჩავწერე, ისინი სოკოთი გააკეთებენ. აი, შენი პიცა. დიდი მადლობა. თქვენ პაატა, ხო? კი. თქვენთვის უბრალოდ პიტი. ნუ დედა მომიყვა თქვენზე. ეს რა მოხსულიათ? უშეს რა მოხდა მე რა პრობლემა რა მოხდა? რა მოგიყვათ მოგიყევით. რაოდა ბავშვი ჩხუბებოდაო ნიკა ხო ნიკა ქვია. ნიკამ სცემა პაატა შეეშინდა სადარბაზოში. გაიქცა და იქ დაეცაო. ბავშვმა როგორ ხდება?